საგამომშვიდობისად, როგორც სიტყვია, ნელა მიდივარ წინ, ხო? ოკეი, ეგრეთ წოდებული, ხო? ეს არის სანიტარული ნორმებით დაშვებული, რაც შეგვიძლია წყალმარაგებაში გამოვიყენოთ, ხო? აუცილებლად უნდა იყოს სანიტარული ნორმებით და ცოვინაიდან იქ იქნება ყოველთვის დასალევი წყალი. შეიფუთება ეგრეთ წოდებული კაუჩუკის წებოვანით, ვინაიდან სანიტარული ნორმა 20 გრადუს არ უნდა აცდეს, ვინაიდან იქაც უკვე 20 გრადუსის ზემოთ უკვე იწყებს ეგრეთ წოდებული ლეგიონელა უკვე მუშაობას, მუშაობას კი ბატონო. აქტიურობაში. გასულს ხო? და კიდე ჯერ წინა ხო, ყველაფერი ველოდებით. მზის კოლექტორებს, ყველაფერს ვიხილავთ უკვე სამომავლოდ, რანაირად შეგვიძლია კიდე დავაკავშიროთ სხვადასხვა ის არის ერთკონტურიანი ამბიცია, ხო? ერთკონტურიანი ქვაბი ჰელიოს სისტემას და პლუს ამასობაში კიდე შევუწყოთ სისტემურად პლუს ჰელიოს სისტემა, პლუს ერთკონტურიანი ქვაბი. ეს იქნება სისტემური ერთკონტურიანი ქვაბი უშუალოდ ბოილერზე. დამატებითი არჩევა ენაინა გვაქვს ეგრეთ წოდებული საკონდენსაციო ქვაბი, რომელიც იქნება სისტემაზე უკვე ეს პატივცემული ჯერჯერობით რა ვიცი. ხო იცი როცა ადამიანი უკვე ელი რო უნდა ჭყალებში და გარდაიცვალოს, ამასობაში კი აგრძელებს ცხოვრებას, ერთმანეთს ცხოვრებას. ერთი მანიპულაციის საშუალებით, ხო, როცა ეს იმათ ეხებათ კიდე, ხო, როცა ცივში ცხელი მოდის, ხო, მაგარი არის, ხო, აი ერთი ეგრეთ წოდებული უკუს არქველი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ მოხდეს გადახვარხვა. უნიტაზში არ წამოვიდეს ცხელი წყალი და ხელსაბანში, ხო, ცივი წყლის ნაცვლად, ამასობაში ცივი წყლის გემოს უბრალოდ უკაცრავად უნდა დავაგემოვნოთ. ეს ყველაფერი იქნება ამოჭორიზაცია, ხო იცით ჩემი ტერმინოლოგია, ხო? ეგრეთ წოდებული ხარაკირი, სამწუხაროდ ასეა, რა ვიცი. იმიტომ რომ ამ ყველაფერს იქნება ხარაკირი, ერთ-ერთი დარჩება ეს პატივცემული ბოჭკა, საცირკულაციო ეგრეთ წოდებული უკვე აუზის კონტურის. ესეც ამოიცრობა თმონცრული, ვინაიდან გათბობის კონტური არ ქონდა აუზზე. ამასობაში კიდე ეგრეთ წოდებული დიფერენცირებული თმონცრალი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, როგორც ავსახე მე ჰელიო, ცხელი წყალი მოაზრდა პრიორიტეტულად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცხელი წყალი არის და გადაერთო სისტემაზე. ამას ყველაფერს ჩემო პატივცემულებო ვიხილავთ. პატივცემულს კიდე დაუდგება ჩემს სასიყვარულო, როგორც ყოველთვის პრინციპში და ძალიან დიდი სიმპათიებით და დანაკლისის გარეშე ფუნქციონალს ასრულებს დაბი იზიბოქსი, ხო, სექშუალური ეგრეთ წოდებული ტუმბო, აი პატივცემულს დაუდგება, აქ გვექნება ქსელური წყალი, თუ გვაქვს ქსელური წყალი, წნევა და ამასობაში წნევის შესაბამისად კი ბატონო, ჭარბის შესაბამისად იქნება დამოკიდებული, გვექნება რეზერვაციაც და აღება ქალაქის წყლიდანაც, აი ესეთი ფილტრაცია მიკრონული აუცილებლად აქვთ დარაჯი, აი ეს ყველაფერი, აი ჩაენაცვლება, ხო, გაზის ვულკანი. ამასობაში კომპრესიული ხო ეგრეთ წოდებული პექს მილზე, მეტალობასის მილზე გამორიცხულია, ვინაიდან ეს უნდა ამოიცვალება ეგრეთ წოდებული რედუქტორიც ამოიცვლება და რიცხვადი ფილტრიც. აი აქედან იქნება კვანძი და გვექნება კიდე დამარბილებელი სისტემური ქსელური ეგრეთ წოდებული უბრალოდ კოლონალური დარბილება. ამას ყველაფერს საომაროთ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ვიხილავთ.